პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 მარტს გურამიშვილის გამზირზე მდებარე სოკარის გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა სოკარის ორი თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისში გურამიშვილის გამზირზე ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და მენეჯერი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთკიცებად ამოვიღეთ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.